თანამედროვე ეპოქაში გვინდა თუ არ გვინდა თითქმის ყოველდღიურად ვიყენებთ ინფორმაციებს და ხშირად ხვდებით ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი. ყალბი ინფორმაცია ეს არის მოწოდებული მასალა, რომელიც ვრცელდება მედიის თუ ინტერნეტ სივრცის საშუალებით. მოდი გავარკვიოთ, რატომ გვჯერა ყალბი ინფორმაციის. პირველ რიგში ემოციები აფერხებენ კრიტიკულ აზროვნებას. რაც უფრო საშინელი ამბავი, მით უფრო გვჯერა. პანიკასა და შიშის დროს ადამიანები უფრო ადვილად ექცევიან ყალბი ინფორმაციის გავლენის ქვეშ. მეორეც, ხმაურიანი ამბები სწრაფად ვრცელდება და ის გვესმის ყველგან. და როცა ერთი და იგივე ყალბი გვესმის, ქვეცნობიერად ვიწყებთ იმის რწმენას, რომ რადგანაც ეს ასე ხდება, ჩვეულებრივად ბუნებრივი და მართალია. ვინ სარგებლობს ყალბი ინფორმაციით? ყალბი ინფორმაციით პირველ რიგში სარგებლობს ის მედია საშუალებები, რომლებიც ცდილობენ ესეთი ხმაურიანი მასალებით მიიქციონ საზოგადოების ყურადღება და გამოიმუშაონ რაც შეიძლება მეტი თანხა. მათთვის ძალიან ადვილია ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ვიდრე სპეციალური სტრატეგიის შემუშავება, რაიმე ახალი კონტენტის შექმნა და საზოგადოების მსგავსი ხერხებით დაინტერესება. ამავე დროს ყალბი ინფორმაციით სარგებლობენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ადამიანების მიმხრობას საკუთარი ზრახვების სასარგებლოდ. ესეთი გავლენის ქვეშ ძალიან ხშირად ექცევიან ადამიანები და სწორედ აქ არის სხვადასხვა ხერხები გამოსაყენებელი, რომელიც მოგცემს იმის საშუალებას გავარჩიოთ ერთმანეთისაგან, რომელია ყალბი და რომელია ნამდვილი ინფორმაცია. არსებობს უამრავი ყალბი ინფორმაცია, რომელსაც ადვილად იჯერებს ადამიანი. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ კოვიდის პერიოდი, როცა გავრცელდა ინფორმაცია კოვიდისა და ეგრეთ წოდებული 5G ანტენებს შორის არსებული კავშირისა. საზოგადოებამ ეს ადვილად დაიჯერა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ჯანმომ უარყო. საზოგადოებამ ეს მიიღო ემოციურად და ემოციურ ფონზე ძალიან რთულია ადამიანმა იაზროვნოს კრიტიკულად და შესაბამისად ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი ღებულობს სწორედ იმ შედეგს, რაც არის მისი მიზანი. როგორ ამოვიცნოთ ყალბი ამბავი? ამისთვის უნდა დავაკვირდეთ მას და გავითვალისწინოთ შემდეგი. ყალბი ამბავი სენსაციური სათაურით გამოირჩევა. ხშირად შეხვდებით ფრაზას „გადადი ლინკზე“. ყალბი ამბავი გადმოცემულია ისე, რომ შენში ეჭვი გამოიწვიოს. ყალბამბებში ძირითადად არ არის გადმოცემული, თუ რომელ წყაროს ან კვლევას ეყრდნობა მოცემული ინფორმაცია. მინდა გაგაცნოთ კვლევა, რომელიც სორბონის უნივერსიტეტში განხორციელდა. კვლევა მაჩვენა, რომ ყალბი ამბები ბევრად სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჭეშმარიტი. კვლევარების აზრით, ნამდვილ ამბებს დაახლოებით 10,000 ადამიანი ეცნობა, ხოლო ყალბი ამბის მომხმარებელი არის 10,000-დან 100,000-მდე, გაცილებით დიდი რაოდენობა ადამიანებისა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყალბ ამბებს უფრო ადვილად იჯერებს ჩვენი მომხმარებელი. კვლევა მაჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განათლების დაბალი დონე, შეზღუდული კრიტიკული აზროვნება და პოლიტიკური ვალდებულებები, უფრო გრძნობიარენი არიან ყალბი ამბების მიმართ. საინფორმაციო საშუალებები აუცილებლად უნდა იყენებდნენ ნეიტრალურ ენას. თუკი ჟურნალისტი ცდილობს, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ ემოციურად, განსაკუთრებულად ერთი და იმავე თემას ეხება ხშირად და ასე შემდეგ, თქვენ უნდა გაგიჩნდეთ კითხვები, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია და უნდა დაეყრდნოთ თუ არა მას. მედიაწიგნიერი ადამიანი კი ადვილად გაარჩევს ერთმანეთისგან ყალბ და ნამდვილ ინფორმაციას.